დილა მშვიდობის, როგორ ხართ? მე ნორმალურად ვარ. ფერის ცვალებას დავიწყე ვლოგი, მაგრამ იმდენ უხასიათოდ ვიყავი, რომ წავშალე. ნიკოლოზი მყავს ვირუსიანი, გუშინ მყავდა, იქიმთან გავხსენით ბიულეტინი, გავხსენით, იმიტომ რომ მეც იქ ვიყავი, გახსნა. ექიმმა გაუხსნა, სწორად რომ ვთქვათ. და აქვს მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, თვალების შეშუპებაც რამდენა და მოკლედ ყველაფერი თუ კი რაიმე აცემინებს ორ წუთში ერთხელ ყველაფერი ჭერს. და ამიტომ აქეთ მყავს. და იმდენ უხასიათო ვიდეო იყო ჯერ ისედაც ხო ისეთია ჩემი ვიდეოები, მოსაწყენი. და ის იმდენად მოსაწყენი იყო, რომ მოკლედ წავშალე და დღეს გილოცავთ გამოტოვებით ყველა თქვენთაგანის ცხოვრებას. ფერი ეცვალო სასიკეთოდ და ზუსტად ისეთი ცხოვრება გქონებოდათ, როგორცაც ოცდებობთ და როგორიც გინდათ. რახან ჩვენმა ოლიმპიკის აუზმა, რომელსაც ფიტპასით ხმარობ ძალიან იაფად და დავდივარ აკვაერობიკაზე, აიღეს შესვენება და ჩავისვი ყოველ დღე გუშინაც ექიმიდან რომ მოვედით ფილტვები და ბრონხების უბთა აქ. აცა რეაქტიული და სისხლის საერთო გაუკეთე და პასუხებს ორშაბათს ვნახავ, ორშაბათს ალბათ უკვე დავხურავთ ბიულეტინს და წავა სამსახურში და ხო, მაინც დავდივარ. იმიტომ რომ იმდენ დიდი ბიჭია, რომ პარაცეტამოლის მიცემა და გასვლა ფიქრობ რომ არ არის. ჩავალაგოთ ახლა აუზისთვის. ჩემ ჩანთას ახლა დავაკვირდი. ეს ნიკოლოზის მეგობარმა მაჩვქა სასკოლო მოხალისეობის ფესტივალი. სიპ ახალგაზრდობის სააგენტო. ამებს იმედი ავხსნი რამენაირად, იმიტომ რომ ძალიან ისეთი ფერია რა, ანუ გულმა დავიჭერ. თავის პირს ახოცი. ეს არის ჩემი უსაყვარლესი ესეთი მოსაცმელი ხალათი, რომელიც არ გაგდებს უხერხულობაში არასდროს, რომ გამოდიხარ მოიფარებასე და ძალიან ბედნიერი ხარ. გაცვია ფაქტიურად ამით შეგიძლია მანქანამდე მიხვიდე და სახში წამოხვიდე. რაც ჩემთვის მიუღებელია, აქვს ოლიმპიკის აუზს ღია საბანაო სივრცეები, ანუ აბაზანები არის, ხო არის რამოდენიმე 10 ან 20, ყველა არის ღია. არ ვიცი რატომ არ მომწონს ამდენი ქალის სიშიშვლე, მაგრამ ჩემთვის არის ძალიან მიუღებელი, როგორ ანუ სულ ვცდილობ, რომ არ გავიხედო, სულ ვცდილობ, რომ თვალი არ მოვკრა და ამ დროს ჩვენ საქართველოში მივდივართ ჩამპონებით, იქ სახეხი მაჩალკებიც აქვთ და წესრიგდებიან და ძალიან პამადიანი და სუნამოთი გამოდიან იქიდან. მე რა თქმა უნდა არც პამადას და არც თმას ვიშრობ, მაგრამ ვცდილობ ხოლმე რომ ძალიან კაპიტალურად ჩამოვიბანოთ მიდან და კანიდან ქლორიანი წყალი, იმიტომ რომ ძალიან ცუდად აისახა ჩემს კანზე პირველ დღეს, როცა უბრალოდ გადავივლი. ანუ მე როგორც მინდოდა რომ ისე მოქცეულიყავი, რომ იქიდან სახლამდე მოვსულიყავი, ამბობდა რომ ჩემი კანი აპროტესტებდა. ამიტომ რამი მაქვს მე. ეს ჩემი ირინას ნაჩუქარი ესეთი ყველგან დავათრებ, ყველგან მიჭირავს. დასასვენებლად მივდივარ, ერთი დღე მივდივარ მეგობართან, რჩევი ბიჭებთან მივდივარ, ყველაფერს იტევს. საპონი ჩვეულებრივი, იმიტომ რომ როცა გავტესტე და საბანი გელით ჩამობანვა წავიღე, უფრო ცუდი ეფექტი მქონდა, ვიდრე ამას ყველგან ვიტარებ კანზე, ორჯერ მაინც რომ და მე სახში გადავდივარ დატენიანებაზე. ეხლა დასასვენებლად რო ვიყავი, ეს შემხვდა წილად და ძალიან მიხდება და დაუწყებ ალბათ ძებნას. ვერ ვკითხულობ, იმიტომ რომ გერმანულია. რა თქმა უნდა,
ჩვენ ბოლომდე ჩაყვანილი დამატენიანებელი და Olaplex-ის 7 ნომერი ზეთი ვიყიდეთ მისთვის ამერიკულ სახლში. ცოტა თხელია, კონსისტენცია, არ ვიცი რამდენად იმუშავებს, მაგრამ ხო ვიყიდეთ. და ჩემი ახალი დეოდორანტი ოჯი გოშის, რომელიც სულზეც ჭკვა მეკეტება. ამას დავამატებ ჯოსტებს. მინდა გადიზიაროთ ეს ძალიან მოდური მედიკუბი, რომლის შიგთავსიც გექნებათ რეკლამა ნანახი, მეც რეკლამიდან ვიცოდი. არის ესეთი. ამის მოხმარების ანოტაციასაც ძალიან ისე გავეცანი, ჯერჯერობით დავტესტე, არ ვხმარობ. უნდა ამოიღოთ ერთი ვარდისფერი და ზუსტად იმდენი ჟელე და ერთმანეთში გადაურიოთ და ისე წაისვათ და წაიცხოთ. ჩემი ფოთოების დღის მიხედვით წამლები, რომლებიც აქცევს. ახლა სანამ გავალთ და გზაზე გაგიყვანთ და იქაც შევეცდები რომ ტელეფონი შევიტან და გაჩვენოთ. ეს მაია ხიბლაშვილი მოკლედ ვერ მოვიშორე რა. რაც მე ამ ქალბატონს ვესაუბრე, რაც მე ვუხსენი და რაც მე გული გადავუშალე და მის მერე ვსვავ დამამშვიდებლებს. ნუ აი, ვერ მოვიშორე. იმ ვიდეოზე, სადაც საკმაოდ მოკლედ ავხსენე ჩემი ბავშვობის ტრამვარო იყო ერთი ქალი, რომელიც არ მინდოდა რომ არასდროს მასთან კომუნიკაცია და ჩემ თავს ვაიძულებდი და რა თქმა უნდა მე იმ ქალბატონს მივესალმე და რომ მკითხა როგორ ხარო, მასზეც გავეცი პასუხი, მაგრამ ის რასაც იქამდე ვაკეთებდიოდი, რომ მივდიოდი, გადავკოცნიდი, ვეკითხებოდი, როცა არ მაინტერესებდა როგორ იყვნენ მისი შვილები, შვილიშვილები და ასე შემდეგ და სახლში საერთოდ დიდი ან პატარიანად როგორ ცხოვრობდნენ. ეს არ გამიკეთებია თორემ. გამარჯობას მე ვეუბნები კონსულტანტს, მე ვეუბნები ყველა სადაც მივიდოდი, იმიტომ რომ გამარჯობა ჩემთვის არის კომუნიკაციის საწყის და ის ჩემი ისეთი ის არის რა. ოზდელი ხარ. აქ ძიმე უნდა ქალბატონო ხიბლაშვილო და ჯეკით ორიანი. ელემენტარული მისალმება ხვთისა. არა ქალბატონო მაია, მე გასწავლეთ წინაზე. ღვთაებრივი, ღვთის, ასო არის მან საჭირო. ვიღაცა უწევს რომ შენ კიდე აქ ხარო. როცა ადამიანს ვერ გაურჩევია ასოები, როცა ადამიანს ვერ გაურჩევია ის, როცა მეორე ადამიანს ლანძღავ, ჩემი აზრი ესეთია, მე რომ მომინდეს ვინმეს გალანძღვა, სულ ცოტა და თითის გაშორე სულ ცოტა მასზე მეტი უნდა ვიყო, რამით. თუ ვერ ვიქნები, ყოველ შემთხვევაში 21 საუკუნეა და ჩემს კომენტარს ისე გავმართავ, რომ ვინმე არ გამომეკიდებოდეს. ხო და ქალბატონო მაია, AI გადმოწერეთ 21 საუკუნეა და ჩაუგდეთ ხოლმე ეს კომენტარი, რომ გაგიშლიფოთ, ასე ქვია. საერთოდ ქართულს მწერლებსაც გიყავდათ თავიანთი გადამკითხველები, როცა წერდნენ. არ არის აუცილებელი, რომ მწერალს ჰქონდეს მძიმის სიტყვის გამართვის, ანუ შედარებით სიტყვებიც არის, თქვენ ალბათ რაღაცა ეპითეტურად ადარებთ. ანუ ხო და შეგიძლიათ ხოლმე რომ ისე გამართოთ, რომ ბოდიშით მომახდევინოთ არ მოსმენილ ვიდეოზე. რაც შეეხება თქვენს კომენტარს, ძალიან სასაცილოა. თქვენი საქციელიც. თითს როცა ვინმესკენ გაიშვერ, კიდევ განუმეორდები, მინიმუმ ცოტათი მეტი უნდა შეგეძლოს. და როცა წერტილმწიმე დასოები არიცით, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი საუბარიც თქვენთვის გაუგებარი იქნება. სამწუხაროდ და.
კი არ ვიმედოვნება, მაშინ დარწმუნებული ვარ 100%. ხო და მე ჩემი უზრდელობით გამიმარჯოს და თქვენი გაუნათლებლობით და წადით ქალბატონო მაია, წადით რას? აი რა გინდათ? რას მერჩით? რატომ გინდათ რომ გამოგააშკარავთ, როგორი ასოებში ვერ ერკვევით. წერა ისწავლეთ, წერა. ძალიან კარგი რამეა, როცა დამინახავ და იფიქრებ, რომ მე უზდელი ვარ, მოდი ასეთი რამე გააკეთე. დაწერე დორა უზდელი და დაწერე მაია ხიბლაშვილი. და შენი პლუსები დაწერე და ჩემი მინუსები და მე გადაიკითხე, ან ვინმე გადააკითხე. და კომენტარი მე დაწერე, იმიტომ რომ ძალიან შორს ვართ მე და თქვენ. კარგია, როცა ადამიანმა წერა კითხვა იცის, მოსმენილი სწორად გააზრება იცის. როცა მე ინგლისურში ვარ ცუდად და ვერ დაბაძალე ჩემ თავს რომ ვისწავლო და თქვენსავით მემართება ხოლმე. ამიტომ ეხა ერთი კომპანია ავიყვანე, ახალი სამსახური დავიმატე ნიკას გამოშეშინებულმა და AI-ს ვადარგმნინებ, ქართულად წერ. თქვენ დაწერეთ თქვენ ენაზე. და მე AI-ს ვადარგმნინებ და იმას ესმის წარმოიდგინეთ და არ მოუწერია რომ მე შენს კომპეტენციაში ეჭვმეპარება, იმიტომ რომ შენ ინგლისურად წერა არ იცი. ირლანდიელ კაცს ვატყუებ. იქნებ შენ შეძლო. ცადეაბა. რასოები ისწავლე, ეს კარგად ისწავლე. ხა ერთი და იგივე ტექსტს მე ჩემთვის ვაპობ ხა. ძირითადად კომუნიკაცია ერთი და იგივე რამეზე მექნება და ნუ მე ძალიან დავისწავლე და ვცდილობ რომ ერთი ტელეფონით დავწერო და მეორეში გადმოვწერო ჩემი ხელით რომ ჩემს ტვინს და თვალს დაამახსოვრდეს. წავედი ხა ჩავიცვა. გიჟდები ჯარცივი ბარებზე. პირდაპირ კუპარონიკეთ მე ვერ იქ რომ ბევრი არ ვიწვალო ჩემი კაკათკათებული კეტები და ეს ჩემი ვაიმე არ შვება. არ მოდის ახლოს. წავედით. მინდა რომ ცოტა ადრე წავიდე, იმიტომ რომ ერთ-ერთი ეზო ვიყავ. საერთოდ შემიძლია რომ მანქანა დავაყენო და ფეხით გადავიდე და თუ გამომივა ოპა წავედით. ეს ბასეინისთვის აუზისთვის ტუჩსაცხი წაიშავა, არ ფიქრობ გაგიჟდაო. ეს არის ტინტი, რომელიც ახლა გახმება და ტუჩი დარჩება უფრო მუქი ფერის. ეს იმ ქალბატონისთვის არის და კიდე სხვა დანარჩენისთვის ტვინს რომ იჭამთ. აი ნახეთ, ტელეფონზეც მიგიდია, სახლის კარტანაც მიგიდია, მანქანაშიც მიდევს. შო, თქვენი თვალი აღარ მეცემა. გამოვედი. ეს არის ცხონება. ეს დამძიმდა აშკარად. ხო და წავიდეთ ახლა. როგორ ჩავაღლაჭვამე. წავიდეთ სახში. იქამდე მაღაზიაში რამე ვიყიდოთ. თორემ ბარკალი როტა გუჩეს მოგვეჭამ. ბიჭების დედა ნახო მისიც რაც არის. ოჩ, გავშრი გზაში. გიმრიელად. ვიყოთ ასეთი გაწეწილები. ახლა ხალხო არ ვიცი რამდენი უნდა ვიშოვოთ, რამდენი უნდა ვაშოვნოთ ვიღაცებს რომ გვეყოს. პარკინგის თანხა არ დავთვალოთ, 27 და 78 გადავიხადე ორ ნაწილად. ნიკოლაიძე სულად არის და ვცდილობ რომ გავანადგირო. ეს ჩემი სიყვარული გახდა. რაც ვცდილობ რომ მოვიქცე და სწორკვებაზე ვიყო. მე მიფრიალებს თმები. ცოტა დამეთკებნე რატო. ეს არის ჩემი სიყვარული. მაგრამ ამის
შაქრის შემცველობა არ ვიცი და კალორიულობა. დასაკითხი მაქვს და მე შევწერ. ბრინჯი აღარ მქონდა. ფასდათმობაში იყო ესეც და ესეც. კიდევ ეს. და ნესვი. ეს ორი ნაბიჯის 27 ლარი. პარკი ზარას. ორი ნაბიჯი გააცვირე პარკები, გააცვირე და ცოტა მყარი გახადო იქნებოდეს იქნება. შემდეგი ჩვენი ნაყიდი იყო ლიბრეში საზამთრო წნორიდან, წნორის ბაღებიდან. 5.95 იმ დღეს დიდი საზამთრო რომ მოვიტანე ხალხო ჩემ მაცივარში ხო შევალაგე მეზობლების მაცივარში შევალაგე ოჯახის წევრებსაც გავუგზავნე და მაინც სულ საზამთრო იყო ყველგან და ამიტომ მირჩევნია რომ პატარა იყოს. შემდეგი შენაძელი ეს იყო 5.95 შემდეგ ვიყიდე სულ მინდება ხოლმე კბილი რაც გადაწყვეტილი მაქვს. ეს ვალიოს პროტეინის ჩემთვის ვერ ვიმეტებ ხოლმე. 4 და რაღაცა გამოდის, ანუ 4 წელში მივეცი 17 ლარი და 16 თეთრი. ეს არის მანგო და ვანილი, ერთი მე ერთი ბაუშს. ბაუში რომელია, მაგრამ ბაუშს. და მეორე არის შოკოლადი, თუ სწორად ვიცი, ესენი ავარჩიე. შემდეგი ვიარე, ვითომ არ მინდოდა ამხელა, ანუ აი არ ვიცი, შევირყიე. 19.99. და ბოლო იყო გავატარებინე ხორცი, შერეული 19.30. ძალიან ძვირია ყველაფერი. თუ ოდნავ კიდე მოინდომებ რომ რამე ისეთი აიღო. ხა ესენი რო არ მეყიდა. და ჩემთვის საერთოდ არ ყვიდულობ ხოლმე ამდენ საკვებს. ეხლა სხვა გზა არ მაქვს. რას ფიქრობთ ხალხო თქვენ? როგორც ხართ აი ბადრიჯანი და ისინი მენატრება. არავინ არ ჭამს ჩემს გარდა და აი ჩემს გამო როგორ ავაგუგუნო ეს ფეჩი რომელიც მასში მაქვს გამომცხარი ბადრიჯნები და ბულგარულები მეყვარს. ნერწყვი მომდის ხომ თან ძალიან მშიერი ვარ. წავედი ახლა მე და გიტოვებთ ამ ვიდეოს დროებით თუ რაიმე კიდევ მოხდა. გავამატო.